რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ მუსლიმ თანამოქალაქეებს ხელისუფლების პირველი პირები. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მუსლიმი თემის მიმართ. კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოვლენილი თანადგომის, საერთო მწუხარების გაზიარების და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ ნარაზროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას. სწორედ ჭირსათულ ხინში ერთად დგომა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც დღევანდელი თაობები ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს. უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებთ თქვენს ოჯახებს. მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისთვის, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ. თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინეთ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების, ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისთვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ. ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას. და ნოვრუზ ბაირამმა თითოეული თქვენგანის ოჯახში მოიტანოს ახალი ენერგია, ბედნიერება და წარმატება. მზურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის ყოველთვის ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ. ვაფასებთ თქვენს თანადგომას და თქვენ მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ერთობის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში. ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას. განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სიტყვა, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი. ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები. განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში მრავალი წელი აღინიშნება და თქვენთან ერთად მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს. საქართველოს ყოველდღიურობა და მისი კულტურა წარმოუდგენელია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების გარეშე, რაც გასულ დღეებში კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი. დიდი მადლობა თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. გილოცავთ სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იყოს თქვენს ოჯახებში.